Hazal, am ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე. Ცოტა ნამუსი მაინც რომ გაგაჩნდეს. არ დაუშვებდი რომ მამა შენმა ეს ყველაფერი აკეთოს. კარგი, შენც აგერ პასუხს ამაზე. ამას შეხედეთ. გენჯერ, გევედრები, ეს წერილი ჩემს ძმას გადაეცი. არ შემიძლია ნას, მაპატიე. გენჯერ, გთხოვ. მის მინებურალის მდგომარეობა ხომ იცი, მე შინია უკვე, გთხოვ. წუღარ. არ შემიძლია. ნასი. სათხარ მანქანა გველოდება. დედა უკვე მოსული იქნება, ნასი. სათხარ. ნასი, სათხარ. შენთვის უნდა დამეჯერებინა. პლურალს არ უნდა გავყოლოდი ცოლა ძმაო. თავიდანვე მართალი იყავი. ძალიან მწუხვარ. მწუხვარ ძმაო, ძალიან. მიშველე, გთხოვ. შენი დახმარება მჭირდება. ნასი. ღმერთო. რა დიდებული ხარ. რომ არ მიმატოვე ასე უსაშველოდ. ახლა ჩემს ხელში ხარ, დემიროღლო. რა შეასაქმე დედიკო? ვისთვის ამზადებ საჭმელს? საღამოს მნიშვნელოვანი სტომარი გვეყოლება. ვინ? ნახავ როცა მოვა. სელმა, ნევრას უთხარი წვრილი თებშები დააწყოს. ეს ყველასათვის ახალი დასაწყისი იქნება. როგორც ინებებთ, ქალბატონო ჯანან? დედიკო, ის გოგო კიდევ რამდენი ხანი იცხოვრებს ჩვენთან? ვინ გოგო? ებრუ? ხო. რამდესაც მოინდომებს? ის ჩვენი რძლის და არის. მისი ოჯახია. როგორც ღირსეულადაც იღებდა ეს სახლი შენს ოჯახს, ასევე ღირსეულად მიიღებს სხვა რძლის ოჯახს. რა მოხდა? რა მითხარ უკმაყოფილო? რას ამბობთ? უბრალოდ ვიკითხე. კარგი, თქვენგან ახალ ამბებს ველოდები. თხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვჭეთ ამ საქმეს. მადლობა. წარმატებები. Hazal? რა შეასაქმე? რამე ცუდი მოხდა, რატომ მოხვედი? არა. ქმრის სანახავად მოვედი. მობრძანდი. საოხში მოვაპირებდი წასვლას, თუ გინდა ერთად წავიდეთ. კარგი. ერთად ვივახშმოთ. მაგრამ ჯერ ვილაპარაკოთ. გარწმუნებული ხარ, რომ ცუდი არაფერი მომხდარა? კარგად ვარ, დიდი ხანია ასე კარგად არ ყოფილ ვარ. დავსხდეთ? მოდი. ვურალ. მინდა შანსი მივცე ჩვენს ურთიერთობას. ვეცდები, რომ შენთან ერთად ბედნიერი ვიყო. არ იცი ახლა რა უნდა ვთქვა. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ასეთი ბედნიერი მგონი ბავშვობაში ვიყავი. მაგრამ ერთი პირობა მაქვს. ესე იგი პირობები გვაქვს. ირმაკსაც მისცემ შანსს, რომ ბედნიერი იყოს. ეს როგორ იქნება?
უფლებას მისცემ, რომ ქენანთან ერთად იყოს. მისმინე, ბურო. ამას ჩემს გამო არ გთხოვ და არც ქენანის გამო. მხოლოდ შენი დის გამო. უფლება მიეცი, რომ ბედნიერები იყვნენ. ჩვენც ბედნიერები ვიქნებით. ამას ცხოვრებაში არ დაუშვებ, ჰაზალ. ის კაცი ირმაკს ეთამაშება. მაგრამ ირმაქსი ის უყვარს. შეიძლება დროთა განმავლობაში მანაც შეძლოს შენი დის შეყვარება. ისე როგორც მე. შენ თვითონ მეუბნებოდი, გახსოვს? ამბობდი, რომ დროთა განმავლობაში შემიყვარდები. მეც ვეცდები. მაგრამ უფლება მიეცი მათაც სცადონ. ფიქრობ, რომ იცი, რასაც ნიშნავს, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად არ ხარ. შენ დამპირდი, რომ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. ეს გამაბედნიერებს, ვურალ. ირმაკიც ბედნიერი იქნება და ამის სანაცვლოდ მე შენი ცოლი ვიქნები. ჰაზალ დემიროღლუ გავხდები. კარგი. ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც შენ გინდა. მაგრამ მეც მაქვს პირობა. ამიერიდან ერთ საძინებელში დავიძინებთ. იმიტომ რომ ამიერიდან მინდა შენ სუნთქვასთან და სურნელთან ერთად მეძინოს. კარგი, ქალბატონო ვიკო. კვირის ბოლოს თქვენს ანგარის ველოდები. კარგი, ბატონო ქენან. მადლობა, წარმატებები. მადლობა. ქენან. როგორ ხარ? მადლობა, შენ? მე კარგად ვარ. შენ გაქვს ამბები თურმე შენ ქორწინდები? ბოლო მომენტში კი? ეს საკითხი დაიხურა, გასაგებია? ფიქრობ, რომ ასეც უნდა მომხდარიყო, ის გოგო ისედაც არ მომწონდა შენთვის. ებრო, დამიჯერე, კარგად არ ვარ, უნდა წავიდე, მერე ვილაპარაკოთ. კარგი, მოიცადე, ნუბრაზდები. მეგობრულად გეუბნები. საყვარელო მალე ძალიან მშია. მოვდივარ, ჩემო ცხოვრებო. სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გამოდის, რომ შეცდომა დაუში ამდენი ხანი რომ აძლევდი შენს ქმარს შანსს. ჰაზალ, ამიერი და შენს ბედნიერი უნდა იყო. მხოლოდ ბედნიერება არ იქნება საკმარისი, ებრო. ქენანი უნდა იყოს ამ ბედნიერების მოწმე. ისე არა, როგორც ადრე. უნდა დაინახოს და იგრძნოს. ახლა ოფისშია, ხომ იცი? შეხვედრა აქვს. ძალიან კარგი. თვალი ადევნე. როცა ბურალის გვერდით ვიქნები და ქენანი გამოჩნდება, ყურადღება მიიქციე. შევთანხმდით. ჩვენ შორის სიყვარული არ არის და არც არასდროს არ ყოფილა. არც ნდობა, არც პატივისცემა. ერთმანეთს არ გავართ და ამიტომაც სალაპარაკოც არაფერი გვაქვს. მესმის, ბავშვები ყავთ? კი, ორი ქალიშვილი, ერთი ჩემია, მეორე მისი. ყოფილი ქორწინებიდან? მას ყოფილი ქორწინებიდან. და მე? კარგი, მასაც და მეც თითო შვილი ყავს. ხალილმა ჩემს ქალიშვილს თავისი გვარი მისცა, მაგრამ ისიც აღარ მინდა. თქვენმა ქმარმა იცის თქვენი სურვილის შესახებ, ანუ მან იცის, რომ განქორწინებას აპირებთ. არა, არ იცის. იმისთვის, რომ მოვლენები დაჩქარდეს, ორივე მხარე თანახმა უნდა იყოს. თუ შეთანხმებულად განქორწინდებით, ის არ დათანხმდება. მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად მინდა განქორწინება, იმიტომ რომ მოთმინების ძალა აღარ მაქვს. გავიგე. კარგი, მაშინ ახლა დავწერთ თქვენს განცხადებას. სასამართლო პროცესს დავიწყებთ. სანამ არანაირი პრობლემები არ იქნება, პირველივე სასამართლოზე განქორწინდებით. მე მოკრები?
პირიქით ბატონო სინან. უბრალოდ მინდოდა ჩემი ნიჭი მეჩვენებინა თქვენთვის. შეიძლება უფრო მეტი შემეძლოს, ვიდრე თქვენ გონიათ. საიდუმლოებებთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, მოვლენებს გააჩნია. მისმინე. თუ ვინმეს მაინც მოუყვები ნარკოტიკების შესახებ, გეფიცები. რა სიზამ? მოგზადით ქალბატონო დეფნე, მადლობა, სინანი ოთახშია. დიახ, ქალბატონო ოთახშია, მადლობა. გონს მოდი, თავს რამდენი სუფლებას აძლევ. შენ რა მეტამაშები? შენ თვითონ გინდოდა ეს. რა? რას ბოდა? ჩემთან თამაში არ გაბედოებრო. შენს გინდა, ვიცი. ვიცი. არასწორად გამიგე. ცოლიან კაცებთან არაფერი მესაქმება. სინან. არასდროს. არასდროს არ გაბედო მსგავსი რაღაცის გაკეთება. შენ მერე დაგელაპარაკები. დეფნე, დამიჯერე, ჩემი ბრალი არ არის. გამომიწვია, გეფიცები, გამომიწვია. დეფნე, ყველაფერს აგიხსნი. შენ რა უნდა მითხრა? რა უნდა მითხრა? დეფნე, ყველაფერი ისე არ არის, შენ როგორც ვფიქრობ. რა არ არის ისე? რას ამიხსნი? დამშვიდდი. რას ამიხსნი? დეფნე, მომისმინე. გამიშვი სინან. ნარკოტიკების შესახებ გაიგო. მე მუქრებოდა, მაწვებოდა. და გეგმა ეს ყველაფერი გეფიცები. როცა შემოხვედი, ისე მოიქცა, თითქოს დავაძალე ეს ყველაფერი. ლაპარაკს ბედავ სინან. მოკეტე, გაჩუმდი. თუ რამე მსგავს ვნახავ კიდე, ან გავიგებ რამეს პატარა შემოხვედვის გამო მაინც თუ შემეპარება ეჭვი, ყველაფერი დამთავრდება სინან. ვეღარ ვნახავ. ვეღარ. დეფნე, გამიშვი სინან. ქალბატონო დეფნე, ყველაფერი რიგზეა? კი, ყველაფერი კარგად არის. ებრუ სად არის? არ ვიცი ქალბატონო, ახლა მოვედი, არ მინახავს. კარგი. მითხარი, რის თქმა გინდოდა? ქალბატონი ნასის წერილი ვიპოვე, რომელიც მის ძმამდე ვერ მივიდა. ის დახმარებას ითხოვს. წერს, რომ ძალიან ეშინია ბატონი ვურალეს. ასე როგორ მოხდა? ეს წერილი აზიზამდე ვერ მივიდა. რატომ უნდა მჯეროდეს ამისი? ვიცოდი, რომ ამას იტყოდით, ამიტომაც წერილს სურათი გადავუღე. იმედი მაქვს, ყოფილი რძლის ხელწერა გახსოვთ. საბრალო გოგო ძალიან ეშინოდა, რომ მოკლავდნენ. წერილი რომ წავიკითხე, გული შემიწუხდა. ღმერთმა არქნას, ეს წერილი აზის ტოპრაკის ხელში ჩავარდეს, ან ვინმე სხვისი. იფიქრებენ, რომ ის გოგონა მოკლეს. ინებეთ. წერილი სად არის? არ ინერვიულოთ, წერილი უსაფრთხო ადგილას არის. ჩემგან რა გინდა? მთელი ცხოვრება მინდოდა ისეთ კომპანიაში მემუშავა, როგორც თქვენი არის. ოთახის გარებზე დიდი ასოებით რომ ეწეროს ჩემი სახელი და ზღვის ნაპირას საკუთარი სახლი რომ მქონოდა.
ოცნებები. ზოგჯერ ოცნებები ისე შორს არ არის ბატონო ხალილ. იმედი მაქვს ასეა. ჯერ წერილი მოიტანე, დანარჩენს კი მერე მოვაგვარე. მომისმინეთ ქალბატონო ჯანან. ცხოვრებისა და ოცნების შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა. და ეს თელია. ანუ თურქული ლირები. სანამ თელი არ მექნება, არც ცხოვრება და არც ოცნებები გარანტირებული არ მაქვს. ამიტომ ჯერ თელი და მერე წერილი. აქ ყოფილხარ. რა გინდა? თუ გეგონა რომ გავიქცეოდი. უნამუსად ლაპარაკობ კიდეც. მე კი არ ვარ ის, ვისი ქმარიც თავს ესხმის სხვებს. შენ ხარ. ფიქრობ რომ შენ უნდა გწვენოდეს. ნელა ძვირფასო. ეს ასეთი იოლი არ არის. ჭხილები გაგიფუჭდება. ჩემი ქმრისგან თავი შორს დაიჭირე. ჯობს წახვიდე და შენს ქმარს დაელაპარაკო. თვითონ მომერიდოს. თავი ვინ გონია? შენს დას ურვალი შეხვდა და შენ შენი ჭკუით გინდა რომ ჩემი ქმარი მიიღო, ასეა? მაგრამ გინდა რაღაცა გითხრა. ხაზალს ნუედრები და სინანს ვურალთან ნუადარებ. იმიტომ რომ თქვენ შორის უფსკრულია. მაპატიე საყვარელო, სიმართლეს ვამბობ. შენ და ჰაზალი დები ხართ, მაგრამ შენ მის გვერდითაც ვერ დადგები. ის სილამაზით გახდა ვურალის ცოლი. შენ კი შეგიძლია მხოლოდ ჩემი ქმრის საყვარელი გახდე. მეტი არაფერი. რა მოხდა საყვარელო? ხასიათი გაგიფუჭდა? საბრალო. ცხოვრება სასტიკია. ეს არის სიმართლე. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. ახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ. ძმა პრობლემებს შექმნის. ამაზე ნუიდარდებ. არანაირი პრობლემები არ იქნება. კენანი არ მინდა ასეც რომ ხედავდეს. ასე ძალიან რატომ გინდა? არ მესმის დედა. იმიტომ რომ მინდა ბედნიერი იყო შვილო. ჩვენ შეცდომა დავუშვით შვილო. ამ შეცდომის გამოსწორება მინდა. გარდა ამისა რა არის შენში ასეთი? ავად როცა ხარ, მაშინაც ძალიან ლამაზი ხარ. მოდი შეხედე. კარგი, ცოტა რამეს წაგისმევ და მზად იქნები. მოდი ჩემთან. აი ასე.
ეს სახეზე რომ მაქვს, გამივლის? რა სიტყვი დედა? ცუდია რომ მამა ვერ მხედავს. ასეთი რომ ვენახე. მამას ასე რომ ვენახე არ მოეწონებოდა. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს. შენც ხომ იცი? ვიცი. ვიცი. ჩემო ლამაზო შვილო. ჩემო ძვირფასო. ჩემო ერთადერთო. ირმაკი თვითონ შეძლებს ჭამას. არ მგონია და არ ზღირს. დაღლილია. სტუმრებს ჩვენ გავაცილებთ. რა იყო ძვირფასო? ასე რატომ მეყურო? რამე ცუდი ვთქვი? ებრუ ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა ძვირფასო. ნევრა, დედა სად არის? აქ ვარ. მოვედი. ნევრა დედას უთხარი ირმაკს საჭმელი დაბლა წაუღოს. ყველაფრის მიხედვა არ დაგავიწყდეთ. ხომ გაიგე ექიმა რაც თქვა? პატარა შეცდომაც კი შეიძლება სიკვდილის ფასად დაუჯდეს. კარგი ქალბატონო ჯანან, არი ნერვიულოთ. კარგი. რა ლამაზი ხარ. მადლობა. რა მაგარია, ერთი ოჯახი გავხდით. ერთად ვართ. ხო. რა თქმა უნდა, ებრუც აქ არის. მაპატიე საყვარელო, დამავიწყდი. ქალბატონო ჯანან, მაპატიეთ, არ ვიცოდი რომ ეს ოჯახური ვახშამი იყო. თუ გინდა შემიძლია წავიდე. რა თქმა უნდა, არა, საიდან მოიტანე? შენც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ. შენ ჩვენი ჰაზალის და ხარ. ხო ასია დეფნე. რა თქმა უნდა, ასია. გარდა ამისა, თანაშემწე ზუსტად ასეთი უნდა იყოს. ხომ ასია? ყოველთვის თავისი ხელმძღვანელის გვერდით უნდა იყოს. ბრავო. ებრუ აქ როგორც კომპანიის წევრი არ არის, არამედ ისე როგორც ჩემი და. გულთან ახლოს მეიტანეს? ვიცი რა თქმა უნდა, თორემ აქ რა ესაქმება? რას ამბობ? ბატონო ვურავ, თქვენი სტუმარი მოვიდა. აქ დაპატიჟეთ. მოგბრძანდი ქენან. მოგბრძანდი ქენან. მოგბრძანდი ქენან. საღამომშვიდობის. ბოდის გიხდით რომ გალოდინოთ. პრობლემა არ არის, შევეჩვიეთ. მაშინ მოდით ყველა მაგიდასთან დავსხდეთ. ირმაკი თავისუფალია? რა თქმა უნდა. ესე იგი შემიძლია მასთან წავიდე და ეს ყვავილები მივცე? შენ გელოდება, მისი ოთახი ქვემოთ არის. მობრძანდით.
ებრუ, რა იყო საყვარელო? რაღაცის გამო მოიწყინე? არა. პირიქით, კარგ ხასიათზე ვარ. სინან ძვირფასო. შეგიძლია წყალი მომაწოდო? ძალიან მომწყობდა. მინდოდა დაგხვედროდი. მაგრამ უფლება არ მომცეს. არაფერია. თავარია ჯამრთელი იყო. ძალიან ლამაზია. მიხარია რომ მოგწონს. აქ დავდებ. მახსოვს ექიმებმა რაც თქვეს ყვავილებზე. არ დაგავიწყდა. არაფერი არ მოვეწყდება, რაც შენ გეხება. კენან. ამას რატომ აკეთებ? იმიტომ რომ შენთან მინდა ყოფნა. შენს გვერდით მინდა ყოფნა. ჩემთან მხოლოდ სიყვარულის გამო უნდა იყო. მე შენი სიყვარული მინდა. შეცოდება არა. ეს შეცოდება შენთვის რთული იქნება. ამას იმისთვის თუ აკეთებ, რომ სხვებს დაანახო თავი. მაშინ საერთოდ არ მოხვიდე. აზალზე ამბობ. მისი სახელი ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს. მის მიმართ არაფერს არ ვგრძნობ. მორჩა. ყველაფერი დამთავრდა. ახლა მხოლოდ ჩვენ ვართ. ჩვენ ორნი. კენან, საჭმელს არ შეხები ხარ. ველოდები სანამ ირმაკი საჭმელს მომზადებენ. მასთან ერთად შევჭამ. სიყვარულო. გისმენ ჩემო ცხოვრება. ვახშმის შემდეგ სანაპიროზე წავიდეთ. იქნებ მერე კინოში წავსულიყავით. შეიძლება, წავიდეთ. დიდი ხანია კინოში არ ყოფილვარ. შესანიშნავია. კენან, იქნებ შენც წამიყვანო კინოში. რაც ილდირიდან წამოვედი, მის შემდეგ ვერაფრით ვერ წავედი. ყოველ უქმეებზე სამივე ერთად დავდიოდით კინოში. ორნი. ირმაკი რო გამოჯამრთელდება, ისევ სამნი ვივლით.
ქალბატონი ირმაკის საჭმელი მზად არის, ქალბატონო ჯანან. შესანიშნავია, თქვენის ნებართვით მე წავიღებ. იმედი მაქვს ეს არ გაგირთულდებათ. არა, პირიქით, მომწონს. გარდა ამისა მარტო ჭამა არ მინდოდა, მე ვიზრუნე. როდემდე აპირებთ ამას? ვერ გავიგე? როდემდე აპირებ ამ სახლში მოსვლას? ასე ვიტყვი. როდემდე აპირებ კეთილი პრინცის როლის თამაშს? მე კი ასე ვიტყვი. როდესაც სუნთქას შევწყვეტ. ირმაკი ავად არ იქნება იმ დრომდე, სანამ შენ სუნთქას შეწყვეტ. მაგრამ მე მისი ქმარი დავრჩები. რას ბოდავ? ვურალ. ცხოვრება ვკითხო? მეგონა რომ ქორწინებაზე უარი თქვით. ხო, ქორწინებაზე უარი თქვით, მართალია. გადავწყვიტეთ, რომ დიდი ქორწილი უნდა გადავიხადოთ. მართლა? ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა. გილოცავთ ბატონო ქენან. ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა ქალბატონო ჰაზალ. თქვენის ნებართვით არ გავაგრძელებ, საჭმელი გაცივდება. ბატონი ქენანის საჭმელიც წაიღე ოთახში. როგორც ინებებთ? დედა არაფერს ეტყვი? თუ იცოდი და მე არ მეუბნებოდი. არ ვიცოდი, მაგრამ თანახმა ვარ. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილის ბედნიერებისთვის. კეთილი ღამე, გემრიელად მიირთვით. შენც საყვარელო. ჩემო ცხოვრება, ჩვენც ხომ არ წავიდეთ? წავიდეთ ძვირფასო. დაოსელმა, უთხარი მანქანა მოამზადონ. გემრიელად მიირთვით. როგორია საჭმელი, ცხელი ხომ არ არის? ანუ? უნდა ჭამო, სასარგებლოა შენთვის. გთხოვთ, ბატონო ვურალ. ძვირფასო, ტელეფონზე ვუპასუხებ და მოვალ. მამა, შენ რატომ მოგვიყვანე? შვილო, ჩემს სამსახურს ვასრულებ. მუშაკი ავად გახდა და ამიტომ მე მოვედი მის მაგივრად. მამა, სახლშიც არ მედიხარ? დედა შენმა გამომოგდო შვილო, სახლში არ მიშვებს. სახლის გვერდით მძინავ შვილო. ძალიან ნაწყენი ვარ, ძალიან. ებრომ არ მოგიყვა? ძვირფასო, წამოდი. გემრიელად მიირთვი. არ წახვიდე. ამას წავიღებ და მოვალ. ნუ ნერვიული. დატოვა იყოს. არ დამტოვა. მოდი. დაჯექი. დაჯექი, მოდი. კარგი. მაშინ ერთი ცალე უნდა შევჭამოთ. შენ? ყოველთვის ასეთი იყავი? როგორი?
ასეთი. ეთილი მზრუნველი. ყურადღებიანი. არც ისე. ბავშვობაში ცელკი ვიყავი. კაჩაღი ვიყავი, მაგრამ თვალებზე გეტყობა შენც ასეთი იყავი. მოდი ეს ერთი ცალი შეჭამე. ეს ვიტამინია, ვიტამინი. ჩემი ძმა, ახმედი. ჯერ არ იცნობ, მაგრამ ღმერთმა ქნას გაგაცნო. ისიც ცელკი იყო, როგორც მე. სწრაფი იყო. ფეხბურთს კარგად თამაშობდა. ბავშვობაში ბამბის ნაყინი მიყვარდა ძალიან. ახლა სუნი რომ ვიგრძენი ბავშვობა გამახსენდა. დიდებული ვურალდემიროღლუ ბამბის ნაყინს ჭამდა? ნუ მაცინე. რატომ არ გჯერა? შიჟდები ბამბის ნაყინზე. სიმართლე გითხრა, დედა მიკრძალებდა სანაპიროზე გამყიდველებთან რამის ყიდვას. ერთხელ ძალიან ბევრი ბამბის ნაყინი ვიყიდე. სინანმა დამარწმუნა, რომ დედასთვის არაფერი მოთქვა, მაგრამ დედამ როგორც კი დაინახა, ჩხუბი დაგვიწყო. როგორ გაიგო? იმდენი ვჭამე, რომ ტუჩები და ლოყები სულ შაქარში მქონდა. პირველად ვამბობ რაღაცას გულწრფელად. პირველად ამბობ რაღაცას გულწრფელად. ასეთი დარჩები ჰაზალ. იმიტომ რომ როცა იცინი მთელი დედამიწა ჩემია. კინოში ხომ გვინდოდა წასვლა? ბოლო სეანსზე მოვასწრებ წასვლას. წავიდეთ? ვურა, სახლში ხომ არ წავიდეთ? ცოტა შემცივდა და დაღლილი ვარ. შეიძლება ძვირფასო, როგორც გინდა. აპატია უნდა ვუპასუხო. ბატონო თორგულ? დასვენება გჭირდება. დაღლილი ხარ, დაიძინე ცოტა. არ წახვიდე. მაპატიეთ. არ მინდოდა თქვენთვის ხელი შეშლა. მაგრამ ირმაკ, ცოტა ხანი დაიძინე საყვარელო. ხო. არ შეიძლება? კიდევ ცოტა ხანი ვიყოთ ერთად. ქენანი რომ ჩემს გვერდით იქნება, ჩამეძინება. გთხოვ, დედა. კარგი, კარგი. წილის დროა თავს ნუიტანჯავ. ცოტა მიიწიე. კარგია. თვალები დახუჯე. ძილინებისა. დაიძინე, მე აქ ვარ, არ ინერვიულო. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ. არ ინერვიულო. როგორც დაგბერდი, არ შეგეხები. უბრალოდ ერთ ოთახში დავიზინეთ და გავიღვიძებთ.
შენ აქ რას აკეთებ ამ დროს? შენ საქმეებს მიხედა და მე ნუ მეხები. ღმერთო ჩემო. უბედურების მსგავსად ხარ ჩვენთვის გამოგზავნილი. შენ ჯერ მოიცადე. უბედურება არ გინახავს. ჰალილ. კომპანიიდან დაგირეკეს, გელოდებიან. ამ დროს? მე ვერ ვერკვევი, თვითონ იციან ალბათ. მიდი. ნამდვილად მიზეზი აქვს ალბათ. აი ასე. ფიქრი დაიწყო დემიროღლუმ. რა ხდება? მე საიდან ვიცი? ხლართავს რაღაცებს, მალე ვიგრძნობ ცუნს. ვნახოთ. მიდი წყალი დამალევინე. არ დაგთმობ, ქენან. მოვკვდები, მაგრამ არ დაგთმობ. ნახავ გალბატონო მელექ შენი ქმარი რასაც იზამს. ნახოთ მაშინ თუ მოგინდება განქორწინება. რა ხდება? ვინ ხართ? გამიშვით, ვინ ხართ? დემიროღლუ ვარ. ბოლო მოგეღებათ. ყველას ბოლო მოგეღებათ.
Kenan? Su içiyordum sadece. უბრალოდ წყალს ვსვამდი. İneceğim aşağı merak. ახლა ვეწავალ, არ ინერვიულო. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეტკომის მიერ.